ოჰო, ეს სწორედ ის მომენტია, როცა იცი რომ შენს წინაშე ჭეშმარიტად მაგარი ფილმია. ჩვენ არც კი უფიქრდებით, თუ რა რაოდენობის განსხვავებული ხმები გვესმის ყოველდღიურად. და აქ ლაპარაკი არ არის ჩიტების ჭიკჭიკზე ან კარების ჭრიალზე, არამედ იმ ხმებზე, რომლებიც აღვიძებენ ასოციაციებს და მოგონებებს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ G-Packs და დღეს ამ ვიდეოში მინდა გიჩვენოთ 20 ყველაზე პოპულარული ხმა მსოფლიოში. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ასე თქვენ აღარ გამოგრჩებათ მორიგი საინტერესო ვიდეოები. ახლა კი დავიწყოთ. შეუძლებელია მოიძებნოს იმაზე მეტად პოპულარული და ცნობილი ხმები, რომელიც კომპიუტერის ჩართვის დროს გვესმის. დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ოპერაციულ სისტემად Windows XP რჩებოდა. სწორედ ამიტომ ჩართვის დროს გამოცემული მელოდია თითქმის ყველასთვის კარგად ცნობილია. დაალაიქეთ თუ შენც იყენებდი Windows XP-ს. 2014 წლის 8 აპრილს Microsoft-მა Windows XP-ს მხარდაჭერა შეუწყვიტა, თუმცა მისი მელოდია ჩვენს მეხსიერებაში მაინც შენარჩუნდა. Windows XP ჩაანაცვლა Windows Vista-მ. მას განსხვავებული დიზაინი და შესაბამისად განსხვავებული ხმებიც ჰქონდა, მათ შორის მელოდია ჩართვის დროს. ის ვერ გახდა ისეთივე პოპულარული, როგორც მისი წინამორბედი, თუმცა მომხმარებლებისთვის მაინც ამახსოვრო დარჩა. მალევე ამ ოპერაციული სისტემასთანაც მოგვიწედა მშვიდობება. Microsoft-მა Windows Vista-ს მხარდაჭერა 2017 წლის 11 აპრილს შეუწყვიტა. თავდაპირველად ფინური კომპანია Nokia ლიდერობდა მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზარზე. ეს აპარატი ითვლებოდა საკმაოდ გამძლედ და ფასით შესაბამისი ჰქონდა. Nokia-ს მელოდია შეუძლია მწვანე ნოსტალგიის შეგრძნება გამოიწვიოს პრაქტიკულად ყველა ადამიანში, რომელიც 20 წლის ზემოთაა. კარგი, ვილაპარაკეთ ტექნიკაზე, მაგრამ არსებობენ თამაშები, რომელთა ხმები ყველასთვის კარგად ცნობილია და GTA San Andreas-ი ამის საუკეთესო მაგალითია. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ ეს ლეგენდარული თამაში, ცნობენ ამ მელოდიას და უჩნდებათ სურვილით აროდან ჩამოიღონ სწორედ ეს დამტვერელი და მივიწყებული დისკი. მაგრამ ვინმე იცის როგორ უნდა ჩართო დისკი ნოუთბუქში დისკის ჩასადების გარეშე? თავდაპირველად Tetris-ის შემუშავებული იყო როგორც კომპიუტერული თამაში, საბჭოთა პროგრამის ალექსეი პატიჟნოვის მიერ. პირველ ვერსიას მუსიკალური გაფორმება არ ახლდა. მეტნაკლებად ცნობილი მელოდია, რომელიც ასოცირებული იყო ამ თამაშთან არის რუსული სიმღერა კარაბეინიკი. Universal Pictures-ი და მე-20 საუკუნე Fox-ი რომ შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, თქვენი აზრით ვინ მოიგებდა? ალბათ რომ არ ყოფილიყო ხმები, ვერ გავიგებდით რომ რაღაც საინტერესო იწყება. ვინ არის ის Walt Disney-ის ცნობილი მელოდია? დროთა განმავლობაში სურათი შეიცვალა და გაფართოვდა, მაგრამ ხმები ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩა. რადგან საკმარისია მოისმინოთ მელოდია და ხვდებით რომ რაღაც საინტერესო გველოდება საუკეთესო შემქმნელებისგან. როგორც სხვა მსხვილ კომპანიებს, Warner Brothers-საც აქვს საკუთარი მელოდია. იცანით, თუმცა მას ყველა ფილმის წინ ვერ მოისმენთ. რას ვიზავთ, ხელოვნებამ სხვერპლს მოითხოვს. აბა ვის გახსოვთ მულტიპლიკაციური სტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ი. მათ მოიფიქრეს, შექმნეს და დიდი ხნის განმავლობაში უშვებდნენ მულტფილმს სახელად Tom და Jerry. ამ მუსიკის მოსმენისას ბავშვები ტელევიზორებს უსხდებოდნენ და დიდი ინტერესით ელოდებოდნენ კატის და თავის მხიარულ თავგადასავლის დაწყებას.
Intel-საც კი, რომელიც სხვადასხვა კომპიუტერულ კომპონენტებს ქმნის, აქვს თავისი ხმა. მართალია, კომპიუტერის მუშაობისას არ გაგიგიათ, მაგრამ შეხვედრილ ხართ რეკლამაში. ეს მარტივი მელოდია მარტივად ამოსაცნობია. ის გადაგვრჩენია ტაშით შევამკოთ მისი შემქმნელი. კომპანია Nvidia ცნობილია როგორც გრაფიკული პროცესორების შემქმნელი. კომპანიის პროდუქცია მოიპოვა აღიარება ვიდეო თამაშების ინდუსტრიის სფეროში და არა მხოლოდ. პრაქტიკულად ყველა, ვინც თამაშობს თანამედროვე თამაშებს, იცნობს დაწყებას, რომელშიც კომპანიის დასახელება დამაინტრიგებელი ჩურჩულით არის გადმოცემული. Xbox-ი Microsoft-თან შედარებით ახალია. პირველად გაყიდვაში 2001 წლის 15 ნოემბერს ჩაეშვა. უკვე 2005 წელს ის შეცვალა Xbox 360-მა. სოფლიოში სულ გაიყიდა 84 მილიონი ეგზემპლარი. ამიტომაც ამ ტოპში მისი ხმა აუცილებლად უნდა მოხვდარიყო. აბა უკვე გრძნობთ ნოსტალგიას. Xbox 360 შეცვალა Xbox One-მა, რომელიც გამოვიდა 2013 წლის 22 ნოემბერს. Xbox-მა დაადასტურა, რომ გაყიდა მილიონი კონსოლი პირველ 24 საათში. ის მართლაც პოპულარული იყო და მალევე მოწყობილობის სერიული წარმოება დაიწყო, რასაც ახალი ხმა დაუმატეს. რადგან ვახსენეთ სათამაშო კონსოლები, არ შეიძლება გვერდი აუქციოთ PlayStation-ს. კონსოლის რელიზი მოხდა 1994 წლის 3 დეკემბერს იაპონიაში, მოგვიანებით სხვა ქვეყნებში. ის მალევე პოპულარული გახდა. Sony PlayStation-მა ნამდვილი გარღვევა მოახდინა სათამაშო ინდუსტრიაში. როგორ ფიქრობთ, Sony ჯობია თუ Xbox-ი? ველოდებით თქვენს კომენტარებს. კიდევ ერთი მოკითხვა წარსულიდან და ბევრისთვის ბავშვობიდან. საერთაშორისო კომპანია Sega 2001 წლამდე ქმნიდა ვიდეო თამაშებს და მანამდე მოწყობილობებს ამ ვიდეო თამაშებისთვის. რამდენი შესანიშნავი ემოცია გვაჩუქეს მათ და დღემდე ამარტივი ხმების გაგონებაზე ჟურნალისტები გვივლის. ეს ხმები მაქსიმალურად მარტივია, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარდა ისინი. როგორც Sega-ს ზოგიერთი თაყვანისმცემელი მას Sega-ს ანგელოზების სიმღერას ეძახდა. კარგით, ვიყოთ გულწრფელები. მარიოს თითოეული ხმა ყველასთვის ცნობილი ასაკის მიუხედავად. მარიოს პირველი ვერსია გამოვიდა 1995 წელს, 35 წლის წინ, მაგრამ ყველასთვის ცნობილია მისი ხტუნაობის ხმა. ეს ხმა დიდი ხანია გასცა 80-იანი წლების თამაშის საზღვრებს და დღეისთვის ის ნამდვილი ლეგენდაა. ვინი ფიქრებდა, რომ ეს ჩვეულებრივი პრინტერის ხმა გახდებოდა ასეთი ნოსტალგიური? სხვათა შორის, დღეისთვის ადამიანები არა მარტო თვალდახუჭული ცნობენ ხმებს, არამედ იყენებენ თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შესაქმნელადაც. ამბობენ, რომ თუ მივცემთ დისკიან ტელეფონს თანამედროვე ბავშვებს, მათ არ ეცოდინებათ როგორ უნდა გამოიყენონ იგი. უფროსები ხშირად არაფასებენ ახალგაზრდებს და დასცინიან მათ, იმის ნაცვლად, რომ გაიხსენონ და დატკბნენ ნოსტალგიის გრძნობით, რომელიც გვექნება, როცა ვუსმენთ ამ წყნარ ხმას და რამოდენიმე წამით ჩავიძირებით საკუთარ ბავშვობაში. Dendy, სათამაშო კონსოლი, რომელიც 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. კონსოლის არაოფიციალური კლონი არის Fabico. ის საკმაოდ პოპულარული და ხელმისაწვდომი იყო მრავალ ქვეყანაში. ალბათ ვისაც ჰქონდა Dendy, ყველას ახსოვს 9999 ერთში და შესანიშნავი მუსიკა, რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩვენს გულებში. $1996 წელს პირველად გამოვიდა პროგრამა ICQ, ტექსტურის შეტყობინების გაცვლის უფასო სისტემა. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა მესენჯერი, შორს იყო Facebook-ი. ამიტომაც ხალხი ამით ეკონტაქტებოდა ერთმანეთს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ის წარმოუდგენლად პოპულარული იყო. მისი საშუალებით ხალხი ერთმანეთს იცნობდა. 2013 წელს ჰყავდა 11 მილიონი მომხმარებელი თვეში. ყოველ შემთხვევაში თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, ასე რომ ეს ხმა ჯერ კიდევ შეგიძლიათ მოისმინოთ ბოლო ვერსიებში. შორეულ წარსულში, როცა Wi-Fi-ზე ოცნება წარმოუდგენელი იყო და სწრაფი ინტერნეტის ზღაპართან ასოცირდებოდა, ქსელში ჩართვისთვის იყენებდნენ dial-up მოდემებს და ჩვეულებრივ სატელეფონო სადენებს.
მაშინაც კი, როცა სიტყვა გაუგებრად გეჩვენებათ, თქვენ ალბათ იცნობთ იმ უცნაურ და არასასიამოვნო ხმებს, რომელსაც ის გამოსცემდა. დიახ, ამ ხმას 1000 ხმაში გამოარჩევთ. მათ ეწოდება handshake audio. მოდემთან შეერთებისას თითქოს ორი მოდემი ერთმანეთს ესალმება. მის სალმებაში იგულისხმება დიაგნოსტიკა გამოძახებული მოდემისა, მისი იდენტიფიკაცია და ხმის ისწრაფე. მას შემდეგ, რაც მისალმება განხორციელდება, მოდემები იშავენ დინამიკს და ბოროტული ხმები წყდება. დღეს დისკეტის საშუალებით სავსებით შესაძლებელია ჩავატაროთ ტესტი ასაკზე. ალბათ ახალგაზრდა მაყურებლები ვერ იგებენ რაზეა საუბარი და ეს ნორმალურია, რადგან პროგრესი არ ჩერდება. სხვათა შორის 200 წლეულზე მეტი დროის განმავლობაში დისკეტი იყო მონაცემთა შენახვის ძირითადი გარეგანი მოწყობილობა. არავითარი ფლეშკა და ინტერნეტი, ყველა სარგებლობდა დისკეტებით. ეს იყო ყველაზე ჩვეულებრივი და ნაცნობი ხმა, რომელსაც კომპიუტერი გამოსცემდა. იმ დროის გასახსენებლად დარჩა მხოლოდ დისკეტის სიმბოლო მრავალი პროგრამის ინტერფეისში. ის ყოველთვის აღნიშნავს შენახვის ღილაკს. ბევრი აკრიტიკებს Electronic Arts, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს კომპანია ამუშავებს და აქვეყნებს სპორტულ ვიდეო თამაშებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია და რაც უფრო პოპულარულია თამაში, მით უფრო ნაცნობია მისი ხმები. EA Sports. It's in the game. აბარა სიტყვით გეცნოთ, სხვათა შორის ეს თამაში პირველად შეიქმნა 1993 წელს FIFA-სთან ერთად. ამით ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. მეგიდროებით და გემშვიდობებით. ნახვამდის.